გიორგი კოპაძე 30%, გელა დემეტრაძე 15.55, ოლექსანდროშვილი 0.1%, ოჩაათოშვილი 2.5%, თამარ გოგოლაძე 3.4%, ჯიმშერ გოგოლაური 3.1%, გენადი ენდელაძე 7.2%, ქეთევან ხმალაძე 8%. ასეთია მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის შედეგად წარმოადგინა, რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს ამ კითხვით ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ წარმომადგენლებმა ახალციხეში 985 ადამიანი ანონიმურად გამოკითხეს. გამოკითხულთა 24%-ზე მეტმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული შედეგებით თვითმმართველობის არჩევნებისათვის მოსახლეობის პოზიცია უკვე გამოიკვეთა. ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ ასევე დაინტერესდა თუ რას ფიქრობს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მუშაობაზე. ქეთევან ხმალაძის მტკიცებით აღმოჩნდა, რომ 662 ადამიანმა გუბერნატორის მუშაობა დადებითად შეაფასა და 4 ადამიანმა განაცხადა, რომ მაჭუტაძე სათანადოდ ვერ მუშაობს. 334-მა მათგანმა კი დააფიქსირა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მუშაობისა და მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ აცხადებს, რომ ორგანიზაცია ახლა უკვე მერობის ოფიციალურად რეგისტრირებულ კანდიდატთა რეიტინგით დაინტერესდება და მოსახლეობას ინფორმაციას ახლო მომავალში გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ წარმომადგენლებმა ახალციხეში საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყეს. ფაქტობრივად 30% აქვს მართველი გუნდის წარმომადგენელს და მერობის კანდიდატს და ჩემს აზრით ის რომ ცნობადი სახეა და დიდი ხანია იღწვის რაიონში, მას უფრო მეტი უნდა ქონოდა. გელა დემეტრაძე ფაქტიურად თუ კი ვიმსჯელებთ იმით, რომ 254 ხმა აქვს, არ იცნობს და არ აფიქსირებს, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა პროცენტულობა დაემატოს გელა დემეტრაძეს.